საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პირთა ჯგუფის მიერ კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მუშაობდა მარნეულში მდებარე ერთ-ერთი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ინსპექტორის თანამდებობაზე და ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად ევალებოდა სატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ჩატარება. ბრალდებულმა პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე გასცა ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიში. აღნიშნული სანაცვლოდ ოფიციალურად დაწესებული გადასახადის გარდა მოქალაქისაგან მოითხოვა და აიღო ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით. დადგენილია, რომ ტექინსპექტირების ცენტრში გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებზე სისტემატურად ხდებოდა ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიშების გაცემა, რასთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221 მუხლის მე-4 და 362 მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახე და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.